იმდენად რაციონალური იყო კირიონ მეორე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიკური რამ, რომელსაც დღეს ყურადღებას არავინ აქცევს. კირიონ მეორემ სთხოვა სოხუმის ქალაქის თავს მმართველს, რომ წინასწარო ეთნიკური კონფიგურაცია გამიმზადეო და წინასწარ მითხარიო, სანამ იქ მოვიდოდ და მზადვიყო, ვინ ცხოვრობს და რა რაოდენობის ხალხი ცხოვრობს აფხაზეთშიო. ეს არის სოხუმის ოლქის მმართველი ლევან ჯანდიერის პასუხი, მეგობრებო. 44600 სამურზაყანოელი. გალი უფრო აქეთ საზღვრისკენ ტერიტორიის მეგრელ აფხაზური საზოგადოება, მართლა? 44600 სამურზაყანოელი. 41000 აფხაზი. 41000 აფხაზი, 9000 მეგრელი, 3500-მდე რუსი, 6300 სომეხი. 5000-მდე ბერძენი, 1000-მდე თურქი, შემდეგ არიან ესტონელები, მოლდოველები, ბულგარელები, მცირე რიცხვით ლატვიელები და არიან ევროპელებიც, რომელთა რაოდენობა 25-ს არ აღემატება. აი ეს კონფიგურაცია ძალიან საინტერესოა რაღაც რცებისა დაკვირვებისთვის, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ჩამონათვალში ცალკე ეთნიკურ ჯგუფად არის მოხსენიებული ქართველი. როგორც ჩანს, ქართლელის აღსანიშნად ალბათ, იმიტომ რომ ასეთი რაღაცა გვაქვს 56 გურული ცხოვრობს, 53 იმერელი და 60 ქართველი. დიდი ალბათობით ქართლელს უნდა ნიშნავდეს.